ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Google ხელოვნური ინტელექტის ალბათ ერთ-ერთ საუკეთესო სტარტაპში, Anthropic-ში ჩადებს $40 მილიარდ. ეს სიახლე ცხადია, შოკის მომგვრელი იყო ძალიან ბევრისთვის, იმიტომ რომ იქამდე Google-ისა და Anthropic-ის თანამშრომლობა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ისინი არიან რეალურად ერთმანეთის კონკურენტები, იყო არც ისე მოსალოდნელი. საკმაოდ დიდი კონკურენცია ჰქონდათ ერთმანეთთან და ამ ფონზე ეს გადაწყვეტილება ძალიან საინტერესოდ ჟღერდა ყველასთვის, ვინც ეს შეიტყო, თუმცა Google-მა თავისი კონკრეტული დეტალებიც გაასაჯაროა. თავიდან 10 მილიარდი პირდაპირ ქეშად გადაეცა და უკვე გადაცემულია და მიღებული აქვს Dario Amodei's სტარტაპს, თუმცა დანარჩენი 30 მილიარდი, რამაც რეალურად უნდა გაზარდოს Google-ის წილი, ასევე კომპანიაში და მისი პოზიციები გააძლიეროს, მხოლოდ იმის შემდეგ გადაეცემა Anthropic-ს, რაც ის კონკრეტულ დავალებებს შეასრულებს. ცხადია, ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს და ასეთ კულუარულ და ექსკლუზიურ მონაცემებს და კონფიდენციალურ ცნობებს ჩვენ არავინ არ მოგვაწვდის, თუმცა ცხადია, რომ Google სერიოზულად არის დაინტერესებული თავის კონკურენტში პოზიციების გაძლიერებით. კონკურენტს კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ იმ თვალსაზრისით, რომ თუ Google ქმნის Gemini-ს, Anthropic ქმნის Claude-ს, რომელიც ალბათ ბაზარზე უკონკურენტოა და ეს ყველამ კარგად იცის თავის სექტორში, განსაკუთრებით Mythos-ის დაანონსება მიმხელა ხმაური და აურზაური გამოიწვია მთელ მსოფლიოში, ამას მეტი ახსნა განმარტება არ ჭირდება, რატომ ხედავს Google აქ ინვესტირების საჭიროებას, თუ პირობითად Gemini-ს რაღაც დააკლდება, რატომაც არა რომ გქონდეს მას პარტნიორობა Claude-თან და შემოგთავაზოს თუნდაც ისეთი სერვისი, როგორიც აქვს მაგალითად ზოგიერთ ისეთ კომპანიას, რომელიც გვთავაზობს შესაძლებლობას, რომ შევცვალოთ ერთმანეთში AI მოდელები, მაგალითად თუ არ მოგწონს Gemini, გამოვიყენოთ Claude, გამოვიყენოთ ChatGPT. დაახლოებით შეიძლება ერთ-ერთი ინტერესი ესეც იყოს, მაგრამ ეჯგარეშეა რომ ყველაზე მთავარი ინტერესი ახლა არის ფინანსური, იმიტომ რომ ახლოვდება IPO, ასე ამ შემთხვევაში გულისხმობთ საფონდო ბირჟაზე გასვლას Anthropic-ისას, რომელიც წელს შედგება და Google, რომელიც ამჟამად 14%-იან წილს ფლობს და ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო რეალურად Anthropic-ში ინვესტირება და დაინახა მისი შესაძლებლობები, საკმაოდ დიდ ფინანსურ შედეგსაც იხილავს, როცა IPO-ზე გავა Anthropic-ი. ამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არა მარტო ფინანსური, არა მარტო ტექნოლოგიური ინტერესი, არამედ ფინანსური ინტერესიც აქვს Google-ს ამ შემთხვევაში და ძალიან სწორიც. კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ Anthropic-ის მიერ ბოლო პერიოდში გამოშვებული ახალ-ახალი სხვადასხვა ტიპის მოდელები ფაქტობრივად გახდა მთელი მსოფლიოს სალაპარაკო. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ Mythos, რომლის გამოც მოუწიათ, არ ვიცი, Jerome Powell-ს და Scott Bessent ერთმანეთთან შეხვედრა. ანუ ეს ორი ადამიანი ერთმანეთს შეახვედრა ძალიან რთულია და მით უმეტეს ბანკების ხელმძღვანელები მიიყვანო თან ასეთ შეხვედრაზე და ეს გამოიწვია Anthropic-ის მიერ შექმნილმა Mythos-მა. სხვათა შორის რაღაც მოლოდინი ალბათ არსებობდა იმის, რომ Anthropic-თან დაახლოვდებოდა Google, იმიტომ რომ როცა Anthropic-მა გამოუშვა Mythos-ი ძალიან შეზღუდული რაოდენობით, მათ შორის Google-საც მისცა უფლება, რომ შეემოწმებინა, დაეტეს და გაეკრიტიკებინა და ენახა ის შეცვლები, რაც შეიძლება Mythos ქონოდა, რითაც ალბათ მისცა საშუალება Google-ის ხელმძღვანელობას, რომ კარგად შეემოწმებინათ და მიხვედრილიყვნენ რამდენად წინწასული სტარტაპია ამ შემთხვევაში და რამდენად კარგი შესაძლებლობები და Gemini-ზე უფრო ძლიერი შესაძლებლობები აქვს Mythos. შესაბამისად, სწორი ალბათ ესეც არის ერთ-ერთი განმაპირობებელი Google-მა დაინახა, რომ აქ სერიოზული რაღაც ხდება და ჩვენც უნდა ვიყოთ ამის ნაწილი, შესაბამისად 40 მილიარდის ინვესტირების დაპირება დაიდო. ძალიან მაღალი ალბათობით ეს არ იქნება Nvidia-ს და OpenAI-ის 100 მილიარდიანი დაპირება, რომელიც ბოლოს გაქრა და აღარავის აღარ ახსოვს. თითქოს არც ყოფილა რა და მასზე იდგა მთელი შეფასება OpenAI-ის ერთ დროს. სხვათა შორის აქ ის უნდა ითქვას, რომ Google-ის ეს ქმედება ზუსტად ჯდება იმ თეორიაში, რაც აღწერს რეალურად ტექნოლოგიური გიგანტების ქმედებას. ტექ გიგანტები არ არიან ჩვეულებრივი კომპანიები, მათ კონკურენტის აღქმა აქვთ არსებითად სხვა დონეზე და როდესაც ისინი რეალურ კონკურენტს ხედავენ, რაც არის Anthropic ობიექტურად უნდა ვაღიაროთ, ისინი სამი სტრატეგიიდან ერთ-ერთს ირჩევენ. პირველი სტრატეგია არის ის, რომ ეცადო რომ კონკურენტი გააკოტრო, რაც ძალიან რთულია, როდესაც Anthropic-ს ლამის ყველა სიხარულით აწვდის ფულს. მეორე სტრატეგია არის, რომ კონკურენტი დააკოპირო, რაც არის რეალურად Gemini და ამ სტრატეგიას ბოლომდე მიყვება Google და მესამე სტრატეგია არის, რომ
კონკურენტი ან იყიდო, ან რაღაცნაირად შეერწყა მას, ან მისი წილი მოიპოვო ისე, რომ სამომავლოდ შემდეგ ამ კონკურენტმა პრობლემები არ შეგიქმნას. Google-მა სამივე სტრატეგიას მიმართა რეალურად, რადგანაც ეს კომპანია ტყუილად არ ასულა იმ 4 ტრილიონიან შეფასებაზე, რეალურად ამ 4 ტრილიონის მიღმა დგას აი ასეთი თავდაცვითი მექანიზმები, რაც არის ჩადებული Google-ში, იგივე არის Amazon-თან, იგივე არის Meta-სთან. ამ კომპანიების ჩამოგდება იმ ტახტიდან, სადაც არიან, იმიტომ არის შეუძლებელი, რომ კონკურენტი, რომელსაც შექმნი მათ დასამარცხებლად, ბოლოს მათ მხარეს გადადის. ასეთი რამ ხდება ყოველთვის, ასეთი რამ მოხდა OpenAI-სთან, ასეთი მოხდა უკვე Anthropic-თან, ასეთი მოხდა Perplexity-სთან და ნებისმიერი სტარტაპი, რომელიც გამოჩნდება ბაზარზე, საბოლოო ჯამში ისევ ამ ეკოსისტემის ნაწილი გახდება და ისინი გააძლიერებენ ისევ ამ ტექნოლოგიურ გიგანტებს. ეს უკვე გარდაუვალი მოცემულობაა და ამას ის ადასტურებს, რომ Google-მა წინა კვირას გამოუშვა Gemini Enterprise-ი, არის ასეთი ძალიან მაგარი ხელსაწყო, გათვლილი რა თქმა უნდა, პირველ რიგში დიდი ბიზნესებისათვის, რაც არის სრული აგენტური ეკოსისტემა, სადაც ძალიან ღიად თქვეს, რომ მათ არანაირი სენტიმენტი არ გააჩნიათ კონკრეტული LLM მოდელების მიმართ. გინდათ ChatGPT გამოიყენეთო, გინდათ Claude და გენებოთ Gemini, საერთოდ არ გვაინტერესებსო. ეს რეალურად იმაზე მევთითებს, რომ Google ამ ყველაფერს ისევე უყურებს, როგორც მაგალითად Android-ს. Android-ი გააქვს, მაგრამ Android-ში Facebook ჩაწერ, YouTube ჩაწერ, TikTok ჩაწერ, თუ რაც ჩაწერ, მნიშვნელობა არ აქვს. Google იღებს შემოსავალს ეკოსისტემით. აი, ამ მოდელს ერჩევს Google და ალბათ ყველაზე სწორი მოდელი, სწორედ ეს იქნება, რადგანაც ის data ცენტრების ხარჯები, ისი გაღებაც უწევს Anthropic-ს ან ChatGPT-ს ან სხვა ნებისმიერ AI LLM მოდელს Google-ს არ უწევს, მხოლოდ თავის data ცენტრზე არის რეალურად პასუხისმგებელი, მაგრამ სერვის რეალურად მომხმარებელი მისი ეკოსისტემიდან მიიღებს, ანუ შემოსავალი საბოლოო ჯამში მივა ისევ და ისევ Google-თან. ძალიან კარგი სტრატეგია, ამას ინვესტორები უკვე აფასებენ და ამიტომაც არის, რომ Google ლამის ყოველ კვირა ადის ახალ რეკორდულ შეფასებაზე. თანაც ისე ადის ამ რეკორდულ შეფასებაზე, რომ 2 წლის წინ აქვე ტექ ინფორმში ვსჯელობდით მაგალითად იმაზე, თუ როგორ ჩამორჩა Google ტექნოლოგიურ რევოლუციას და ChatGPT როგორ იყო პირველი, მაგრამ ვის ხახსოვს დღეს ან ChatGPT, ან რამე, საუბრობთ უკვე ახალ ეპოქაზე, სადაც Google არა თუ უკან არის, არამედ როგორც ჩანს თავში.